ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ პროექტში თაობიდან თაობა, რომელიც ფოლკლორის აღორძინებას ეფუძნება, ჩაერთო მედია ჯაფარიძის სახელობის არგვეთის კულტურის სახლის ანსამბლი ციცინათევა. ეს გახლავთ თითქმის 50 წლის ანსამბლი და მათში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. 2011 წლიდან მუშაობ ამ ქალბატონებთან. ყველა მასწავლებლები არიან ფორტეპიანოს. როგორც ერთი დიდი ოჯახი მოვდივართ მთელი ამ წლების განმავლობაში. არჩევთ შემდეგ სიმღერა, რომელიც ორს გავიტანთ კონცერტზე და ერთს გავიტანთ ტელევიზიაში. თუ ამ თაობამ ეს არ გაითავისა, დავკარგავთ იმ საკრავსაც, იმ ხალხურობასაც და აი ეს არის ჩვენი პროექტის მნიშვნელოვანი ხაზი. სიმღერები გვაქვს ძალიან ბევრი, როგორც კომპოზიტორების, ისე ხალხურები. მე ყველაზე უხუცესი ვარ კულტურის სახლის დირექტორი. ეს ყველაზე პატარა ყავს ხათუნა. დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ძალიან მიყვარდა სიმღერა. გალობდი სავანის ეკლესიაში, შევერთდი ანსამბლს. დაახლოებით 18-19 წელია რომ ვერი ვარ ანსამბლში. და მეც დავბერდი ამათთან ერთად. პირველი მონაწილე მე ვარ. არგვეთის კულტურის სახლისთან 79 წლებში დავიწყე სიმღერას, სკოლიდან როგორც დავამთავრე, მიმიყვანა ქალბატონმა ლიანამ და ფოლკლორს თვითონ ისევე აი ენთუზიაზმით ანთებული ხალხი თუ ინახავს. ძირი, რაც დიდი ბაბუებიდან, დიდი ბებიებიდან მოდის. ჩვენ 4 დედმამიშვილი ვართ, 4-ვე უკრავთ, მღერით. სიმღერებსაც ვწერთ საესტრადო ლექსებსაც. არის ისეთი მივიწყებული სიმღერები, თავისთავად რომ არ დაიკარგოს, ვყალობთ რომ შევინარჩუნოთ. შენდება არგვეთის ტერიტორიაზე ახალი კულტურის სახლი, თანამედროვე ინვენტარით, რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, ერთი მთლიანი ოჯახი გვაქვს, ერთი სიყვარული გვაქვს, სადაც სიყვარულია, იქ სიმღერაც არის და ურთიერთობაც კარგია.